დღეს ეს ხენი უნდა გავხედნოთ. უკანა მარცხენა ფეხი აქვს თეთრი. ეხლა ბიჭები ცდილობენ რომ დაიჭირონ ეს ხენი, თუმცა აი აქ ობელზე რა ჯაგებში გადაგვიხტა, ასე ვთქვათ. ახლა ლაშა ცდილობს მიეპაროს, მოკლედ აქეთ მოიმწყუდიეს და დავიჭირეთ მაინც. ძალიან ურჩობს არა. აუ, რადგან დაურჩით, არა, შეიძლება ეგრევე. მანქანაზე დამხტარი იყო. სხვა შორის ექსკლუზივი მაქვს მოპოვებული, რომ პირველი დავჯდი ამ ცხენზე და უკვე მომწონს. ვფიქრობ, კარგი როდეოები მელის. თოკი იცის და წესით ახლა იქამდე წრემდე რამენაირად მივიყვანთ. წავედით, როგორ კუნტრუშობს ბიჭი. დაიჭირეთ, აბა ახლა შემოვხდები. ერეზი, დადეკ. ლასო მოხსენით და ეს თოკი მარტივად გავაკეთებთ. ახლა ლაშა ცოტას გაასუფთავებ შეჯდომამდე. ლაგამი ჩაუყარა. ყველა ცხენს ლაგამს არ უყრით თავიდან. მაგრამ აქ ფიქრობ რომ სწორი იქნება და ლაგამი დავიწყო. და რატო ფიქრობ ეგრე? ამას რა არ აქვს იცი? დიდად ადამიანს შიში არ აქვს რა. თან ის იცის, თოკი იცის დაბომული ყავდა. ხო და ეხლა ლაგამს რო ჩავუყრი. ყურადღებას გადაატანინებს ეს ლაგამი პირში რა ესე. ამის ტვალებას ხო დაიწყებს ეს პირველი იქნება რა. და ყურადღებას გადაატანინებს და სხვა რაღაცებს შედარებით მარტივად გავაკეთე. და არ ეშინია თან აი ყურებზე რო ხელს კიდევდა რაღაც. მაგის დიდად არ ეშინია ზან. და როგორ ფიქრობ, შენი აზრით გახედნის პროცესი როგორ ჩაივლის? ეს მაგაზე ყურადღებას გადაიტანს ეხლა ლაგამს. ხო და ეხლა უნაგირს ჩემი აზრით უფრო შედარებით ადვილად დავადგამ თან. და საჭერად ეს ლაგამიც მექნება რა ხელში ისე რომ დავიმერჩიო. რა თქმა უნდა, ყველა პროცესი მიდის თან მივდევრულად. ახლა თეკალთოზე უნდა უსუნოს ხენმა რომ მიხვდეს რომ საფრთხეს არ წარმოადგენს. შემდგომ შეეხება და მე დავადებთ უკვე უნაგირსაც. ამა რომ მიუშვირა რა გეგონა. თეკალთო წარმატებით დავადგით და ახლა უფრო მთავარი უნაგირის დროა. ნახოთ უნაგირის დადგმაზე რა რეაქცია ექნება. აი ჯერ მეორე თეკალთოც კიდე უნდა დავადგოთ. ნერვიულობს და კბეს აი. ო